სამართალდამცველები კი ირწმუნებიან, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა გაშიფრულია. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. დაკავებულებს ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ქრთამის აღება ედებათ. დანაშაული კი 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე ხვიჩა პირველი, ტყის მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გოჩა ზეინკლიშვილი და ამავე სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სამართალდამცველებმა კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება და 7 მილიონი ლარის ოდენობის ქრთამის აღება ედებათ. დასახელებულმა პირებმა თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ხელში ჩაიგდეს საქართველოში არსებული ინერტული მასალების კარიერების უდიდესი ნაწილი, გააფორმეს აღნიშნული კარიერების საკუთარი ნათესავების და ახლობლების სახელზე და წლების განმავლობაში უკანონოდ მიიღეს 7 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით ხელში ჩაიგდეს საქართველოში არსებული ინერტული მასალების კარიერების დიდი ნაწილი. კარიერები ახლობლებზე გააფორმეს და სხვადასხვა შენიღბული ოპერაციით 7 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს. კონკურენტების არსებობისას კლდიაშვილი იყენებდა ლიცენზიის დაუფლების ორ დანაშაულებრივ სქემას. გედეის ფარველობით მეწარმეებს ის უქმნიდა გაუსაძლის პირობებს, რა დროსაც ხდებოდა მეწარმეების წარმოების დალუქვა, მუდმივი შემოწმება და მეწარმე იძულებული ხდებოდა მისთვის კლდიაშვილისთვის უფასოდ გადაეცა ლიცენზია. ორგანიზებულ კორუფციულ დანაშაულს შეუჭმიტანილი ყველა პირი უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულთა და ბრალდებულთა ჩვენებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ კორუფციულ სქემაზე, რომლითაც გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 3 წლის განმავლობაში უკანონო შემოსავალს იღებდნენ. გავიცანი ლაშა კლდიაშვილი, რომელიც დაინტერესებული იყო გურიის რეგიონში ქვიშახრეშის უკანონო მოპოვებით. მივიღეთ ლიცენზია. იმისათვის რომ მე არ გამეკონტროლებინა ლაშა კლდიაშვილის მიერ წიაღისეულის მოპოვების კანონიერება, მან ქრთამის სახით გამომცა გურიის ქვიშისა და კარიერის ღირებულების 50%, რომელიც საერთო ჯამში ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 150,000 ლარს. გოჩა ზეინკლიშვილმა, რომელიც იმ დროს მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროს შესყიდვებისა და მომარაგების დეპარტამენტის უფროსად, თხოვა დაუხმარებოდი ლიცენზიის მოპოვებაში სასარგებლო წიაღისეულის. თვითონ მას ამის გაკეთება არ შეეძლო, ვინაიდან იყო თანამდებობის პირი და ეკრძალებოდა. მე დავეხმარე ამის გაკეთებაში, ყველანაირი დოკუმენტაცია გაფორმდა ჩემს სახელზე, ლიცენზია ავიღე მე და საფასური ლიცენზიის 32,000 ლარი, რომელიც გადმოცა გოჩამ, გადავიხადე საქართველოს ბანკში. მოპოვებული ლიცენზია გადავეცი გოჩას, რის შემდეგაც, როგორც ვიცი, გაყიდეს შეფესე გზაზე ბათუმში 400,000 ლარად. ხვიჩა პირველმა, რომელიც მუშაობდა გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის მოადგილედ, თავის მეგობრებთან ერთად თხოვა ფიქტიურად გამეფორმებინა ქვიშახრეშის მოპოვების ლიცენზია ქართულ ცხეთაში, რომელიც შემდგომ რაზეც დამთავრდა, რომელიც შემდგომ 150,000 ლარად მიიღეს თემურ ფერცოვანს. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორუფციის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნების სამინისტროს თანამშრომლები აღარ არიან. მათი უმრავლესობა უწყებიდან 2006-2007 წლებში გაათავისუფლეს. ეს იყო საკმაოდ ცოტი კორუფციული სქემა, რომელიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა დროს მომუშავე გარემოს დაცვის სამინისტროში და მათ შორის გარემოს დაცვის ინსპექციაში სხვადასხვა ჩინოვნიკები. მე ვიტყოდი ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი. ბოლო 1 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების კორუფციის ბრალდებით დაკავების უკვე მესამე ფაქტია. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.